მე-17 საუკუნის დასაწყისში იტალიელი ასტრონომი გალილეო გალილეი ცუდ მდგომარეობაში იყო, რადგან მისი ბედი მთლიანად მდიდარ და ძლევამოსილ ადამიანებზე იყო დამოკიდებული. იგი მის აღმოჩენებს სწორედ ამ ადამიანების სახელს უძღვნიდა ხოლმე. სანაცვლოდ ისინი მადლიერები რჩებოდნენ, გალილეო კი ამით მეტ შეგირდს იძენდა. ასევე მმართველები მას აღმოჩენების სანაცვლოდ საჩუქრებს ჩუქნიდნენ, რადგან მაშინ ფულის გადახდა მიღებული არ იყო. აქედან გამომდინარე, მეცნიერი ყოველთვის სხვაზე იყო დამოკიდებული, მაგრამ როდესაც გალილეომ იუპიტერის 4 თანამგზავრი იო, ევროპა, განიმედე და კალისტო აღმოაჩინა, ასეთი იდეა დაებადა. მან იუპიტერის თანამგზავრების აღმოჩენა კოსმიური მნიშვნელობის მოვლენად წარმოაჩინა და დაუკავშირა მედიჩების ოჯახის დიდებულებას, რადგან იუპიტერი სწორედ ამ ოჯახის სიმბოლო იყო. მან ასევე განაცხადა, რომ თანამგზავრები ისევე ბრუნავდნენ იუპიტერის გარშემო, როგორც 4 ვაჟი ბრუნავს დინასტიის დამაარსებლის, კოზიმო პირველის გარშემო. ასევე ისიც დაამატა, რომ მის ტელესკოპში ეს თანამგზავრები სწორედ ერთ-ერთი ვაჟის, კოზიმო მეორის კორონაციისას გამოჩნდნენ. ამ ყველაფრის შემდეგ კოზიმო მეორემ გალილეო კარის ფილოსოფოსად და მათემატიკოსად დანიშნა.